გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს თქვენთვის მოვამზადე ყველასთვის საყვარელი ალადიკები. ან როგორც ახლა ხშირად ეძახიან, პანკეიკები. ეს ვიდეო შედგება ორი რეცეპტისგან. პირველი კლასიკური ალადიკები, ხოლო მეორე სამარხვა ვარიანტი მათთვის, ვინც მარხვას იცავს. ასევე მოგეყვებით ჩემი გამოცდილების შესახებ ფიგურულ ტაფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ნახავთ ვიდეოში. დარჩით ბოლომდე, რომ გაიგოთ ღირს თუ არა ასეთი ტაფის შეძენა. მოდით დავიწყოთ. რეცეპტი პირველი. ინგრედიენტების ზუსტ რაოდენობას, როგორც ყოველთვის ვიდეოს აღწერილობაში დავდებ. ჩვენ დაგვჭირდება ფქვილი, მაწონი, შეიძლება ოდნავ ამჟავებულიც იყოს, შაქარი, სოდა, მარილი და კვერცხი. პირველ რიგში გავტეხოთ კვერცხები, დავამატოთ შაქარი, 1 მწიგვი მარილი და კარგად ავურიოთ. მაწონში ვამატებთ სოდას, ვურევთ და ველოდებით, რომ რეაქცია დაიწყოს. შემდეგ ვაერთიანებთ ორივე მასას და ისევ კარგად ავურიოთ. ვამატებთ ფქვილს და ვზილავთ ცომს. კონსისტენცია უნდა გავდეს სქელ არაჟანს. გავაცხელოთ ტაფა. მე ეს ტაფა გუშინ ვიყიდე ლილოში 15 ლარად, როგორც მითხრეს ფარდაკლება იყო. აბა რა გითხრათ? რომ ალადები ლამაზი ფორმის გამოვიდეს, უნდა ისწავლოთ მათი გადაბრუნება. რამოდენიმე პარტიას აუცილებლად გააფუჭებთ, სანამ ხელი მიგეჩვევეთ. თუ ამისთვის მზად ხართ, თამამად იყიდეთ ასეთი ტაფა და გაახარეთ თქვენი ოჯახი. ახლა მოვამზადოთ ძალიან არომატული სამარხვა ალადები. დაგვჭირდება ბანანი, ვაშლი, ფქვილი, ვანილი ან დარიჩინი, ვის რას უფრო უყვარს. შაქარი გემოვნებით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბანანი ისედაც ტკბილია. შეგიძლიათ საერთოდ არ დადოთ შაქარი, იმიტომ რომ ვაშლსაც აქვს თავისი სიტკბო. და სოდა ან გამაფხვიარებელი. ამ შემთხვევაში სჯობს გამოიყენოთ გამაფხვიარებელი. სოდას ცოტა მძაფრი გემო აქვს. გავჭყლიდოთ ბანანი ჩანგლით. ვაშლს ვხეხავ. შეიძლება იმ მხარეზე, რომელიც უფრო პიურეს მსგავს ტექსტურას აკეთებს. ჩვენ გვჭირდება წვენი. მე უბრალოდ წვრილ სახეხზე გავხეხე. ვამატებთ ვანილს ან დარიჩინს. გამაფხვიარებელს და ფქვილს. ვზილავთ ცომს და ვიწყებთ შეცვას. კვლავ ვუსმავთ ტაფას ცოტაოდენ ზეთს, ვასხამთ ცომს და ვწვავთ ორივე მხრიდან. თუ გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი რომ სამარხვა ალადები ასეთი გემრიელი გამოვიდოდა. ისინი ძალიან არომატულია და ჩემმა ბავშვებმაც კი მითხრეს, რომ სამარხვა უფრო გემრიელი იყო. აი ესეთი ორი ვარიანტი გამოვიდა. მოამზადეთ სიყვარულით და გაახარეთ თქვენი ახლობლები. თუ ვიდეო მოგეწონათ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხით და დამიტოვეთ კომენტარი. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო.